ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, რომელიც აქ მოდის, მაგრამ და ბევრი ვიზიტორი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაფართოვოთ და გვყავდეს ბევრი ვირტუალური მეგობარი, ბევრი სხვადასხვა ქვეყანაში მეგობარი, იმისათვის რომ ჩვენი მემკვიდრეობა იყოს არა მხოლოდ ჩვენთვის, იყოს ცნობადი ყველასთვის და ბევრი რამე ვისწავლოთ. აი, ისეთი ბედნიერებაა, როდესაც ხედავ სულ პატარებს, იმისათვის რომ პატარებმა აქედანვე იცოდნენ, რომ რა დიდი ისტორიის ქვეყანა და ამასთან რამდენი შესაძლებლობებია. ყველა თქვენთაგანს უნდა გქონდეს ყოველთვის იმის იმედი, რომ ჩვენ ქვეყანაში შეიძლება განვითარდეს მეცნიერება, ხელოვნება და ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ისტორია, არ აქვს ხელოვნება და მეცნიერება, ის ვერასდროს წინ ვერ წავა. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, თვითონ მუზეუმის სივრცეებით ძალიან ლამაზია არქიტექტურითაც და რა თქმა უნდა შიგნით დასული ინფორმაციაც და ექსპონატებიც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო. რაც შეეხება იმას, თუ მერაზე გავაკეთე აქცენტი, ჩვეულებრივი დამთვალიერებლის თვალით შევხედე მუზეუმის სივრცეს და გადავიღე ამ თვალსაზრისით, ანუ რაიმე პროექტი არ მომიფიქრებია და ცალკე დადგმული პროექტი არ განმიხორციელებია. უბრალოდ გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი როგორც ჩვეულებრივ რიგითი დამთვალიერებელი, რაც მომეწონებოდა და რასაც გადავიღებდი, ამ შემთხვევაშიც იგივე გადავიღე. მუზეუმმა, როდესაც შემომთავაზა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, სიამოვნებით დავთანხმდი, იმიტომ რომ მუზეუმიც არის ის სივრცე, რომელიც მე ძალიან მაინტერესებს და შესაბამისად ვეძებდი იმ რაღაც სიახლეს და რაღაც ამ სივრცეში მინდა და მომეძებნა რაღაც ახალი რა. შესაბამისად მუზეუმის გიდი იყო ის ადამიანი და ის პერსონაჟი, რომელიც მე მინდოდა რომ გამოცოცხლებინა ჩემ ფოტოებში.